პარტია ლელო ძლიერი საქართველოს მარნეულის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგს კოალიციის ქვემო ქართლის წარმომადგენელი აგილ მუსტაფაევი, პოლიტიკური საბჭოს წევრი ლანა გალდავა და პარტიის სხვა წევრები ესწრებოდნენ. აგილ მუსტაფაევმა მარნეულში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პარტია ლელო ძლიერი საქართველო მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ რეალურად თვეები აქ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობდა, ჩვენი კონსულტაციები მიმდინარეობდა და ბოლოს მივიღეთ გადაწყვეტილება მთლიანობაში ჩვენი კოალიციამ, რომ ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებში. ეს მონაწილეობა არ არის ჩვეულებრივი მონაწილეობა არჩევნებში, ეს არის პირდაპირ არჩევნებში ბრძოლა. ამ არჩევანში არა მარტო არჩევნებზე შევდივართ, არამედ ბრძოლაში შევდივართ და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ. რაც შეეხება მეორე სხვა პარტიებს, რომელიც ახლა ბაიკოტს ირჩევიან, პატვის ვცემთ მაგათი ეს არჩეულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ჩვენც ველოდებით, რომ სხვა პარტიებმაც უნდა პატივისცემ ჩვენი გადაწყვეტილებას. საინფორმაციო პორტალ აქტუალ.js კითხვაზე, წარადგენთ თუ არა თქვენს კანდიდატურას მერის პოსტზე არჩევნებში? აგილ მუსტაფაევმა უპასუხა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. აღსანიშნავია, რომ პარტიის ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე აქტივისტები ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი ამ ეტაპზე საპატიმროში იმყოფებიან.